I will have written a letter. I will be writing a letter. გამარჯობათ, მე ვარ თამუნა, ინგლისურის მასწავლებელი, უკვე 10 წელს მეტია რაც ინგლისურს ვასწავლი და თუ არ იცი განსხვავება ამ ორ წინააღმდეგობას შორის, შენ მოიწონე და შეინახე ეს ვიდეო, მოიწერე ჩემი არხი და მოусმინე ამ ვიდეოს ბოლომდე. განსხვავება ამ ორ წინააღმდეგობას შორის. როგორც ვხედავთ, ორივე მომავალია, იმიტომ რომ შეიცავს wills და სადაც will არის, იქ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს წინააღმდეგობა აუცილებლად ეხება მომავალს. მაგრამ პირველი წინააღმდეგობა არის will have written a letter. Future perfect tense. ეს რას ნიშნავს? ეს არის მომავალი სრული დრო, რომელიც გამოხატავს იდეას, რომ მომავლის კონკრეტულ მომენტში რაღაცა მოქმედება დასრულებული იქნება. მაგალითად, by 5 o'clock tomorrow, I will have written a letter. ანუ ხვალ 5 საათზე ეს კონკრეტული წერილი დაწერილი მექნება. 5 საათზე მოქმედება უკვე დასრულებული იქნება. მაგრამ მეორე წინააღმდეგობა არის future continuous. ეს რას ნიშნავს? მომავალი განგრძობითი დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც რაღაცა კონკრეტულ სპეციფიკურ დროს მომავალში მოქმედების პროცესში იქნება. ანუ თუ ვიტყვი I will be writing a letter tomorrow at 5 ნიშნავს, რომ ხვალ 5 საათზე წერილის წერის პროცესში ვიქნები. ანუ დასრულებული კი არ მექნება, როგორც future perfect-მა გამოხატა, არამედ პროცესში ვიქნები. მომავალი სრული დრო გამოხატავს მოქმედებას, რომელიც დასრულებული იქნება მომავლის კონკრეტულ მომენტში. მომავალი განგრძობითი დრო გამოხატავს მოქმედებას, რომელიც იმ კონკრეტულ დროს ჯერ ისევ შესრულების პროცესში იქნება. თუ ინგლისურში დროები ჯერ კიდევ კარგად ვერ გაარკვია, შემოუერთდი ჩემს ერთ თვიან ინგლისურის დროების ვიდეო კურსს, სულ რაღაც 90 ლარად და მიიღე მასალები, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე გამოიყენებ. თუ სხვა კურსები გაინტერესებს, მაშინ გადაამოწმე ჩემი წინა ვიდეო, რადგან ყველა კურსი, რომელსაც ამ ეტაპზე ვაცხადებ, იქ არის და დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერე.